ლეგენდარული ნუგზარ ერგემლიძე საოცარი მე ვარ ბედნიერი ნატუკა დღეს იმიტომ რომ ბატონო ნუგზარი ბათუმელია დიახ მე რატო ვარ იცი ბედნიერი იმიტომ რომ მოხდა ისე რომ პირველად ვართ აი ესე სტუდიაში ერთად ასე მივესალმოთ ჩვენს მაყურებელს და ხარებადღე მიულოცოთ დახარებულები იყავით ძირფასო ჩვენო მაყურებელო და ბედნიერები და დღევანდელი დღის მადლი და ძალა არ მოკლებოდეთ საოცარი დღესასწაულები იწყება აღდგომის წინ ხო მიყვარს განსაკუთრებით ეს პერიოდი ბატონო ნუგზარ როგორ გძანდები გილოცავთ ხარებას გილოცავთ რა თქმა უნდა ეს მომეცით უფლება საქართველოს მეულოცხე ვისაც წამს რა თქმა უნდა რასაკვირველია ვისაც არა უთანაგრძნო ნამდვილად უთანაგრძნობთ არ უხარია ხარება როგორ გძანდებით ჯერ დავიწყოთ ასე მადლობა უკეთ ვიცით რომ რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა იყო უნაღლო ვარ ახლა მაგრამ უკვე ყველაფერი კარგი აღარ ნაღლოს აღარ არის ნაღლიანი როგორ ჩაიარა ოპერაცია მამის როგორ არის ჩვენი ჯანმრთელობა უკეთ მადლობა ღმერთს აღარ მაქვს მწვადები და ამბები და რაც თავია ჩაშიშულები და ჭებრაწული და ცოტა მოწყენილი ვარ მაგრამ ცოტა ხანი ალბათ ხო ხო, ცოტა ხანი. მე ნელ-ნელა მაინც არ ვაპირებ იმავე ტემპით გაგრძელებ. ხო, თავისთავად. იმიტომ რომ ეხლა ღვიძლი ქოლგის გარეშე დარჩა. გვიხარია მოკლედ თქვენ რომ ჩვენი სტუმარი ხართ ნამდვილად გულწრფელად გვიხარია თქვენი შემოქმედებაც გიყვარს და კი ბატონო ნამდვილად ასია ცოტამ თუ იცის ალბათ რომ პროფესიით მხატვარიც ხართ დღეს არა მხატვარი ხო ჩვენთვის ამ შემთხვევაში მე როგორც მომღერალს პირველ რიგში ისე გიცნობდით და აქტიურად ხატავთ დღესდღეობით დიახ მართლა როგორ არის ახლა სიმღერას რომ წერ მაშინ არ ვხატავ თუ არის მაგრამ როცა ვხატავ მაშინ ვფიქრობ შემოსავლის წყარო თუ არის ეს თქვენთვის ნახატები ხანდახან არის კი ბატონო გზა მაგრამ ახლა მაღაზე არა ვარ უფრო ხო დამოკიდებული არა ხართ უფრო სიმღერა ასევე გარდა ხატვისა შემოქმედი ადამიანია წერს ბატონო გზარი და ძალიან საინტერესო ისტორია ეგნებს ხიდი ხანდახან ხატვაში და ასევე ძალიან საინტერესო ისტორია რომელსაც თავად მოგვიყვება რომ ერთ-ერთმა ქალბატონმა მისი წიგნიც კი გამოსცა ხო სიურპრიზად იყო ეგეთი შემთხვევა რომ მოგვიყვეთ თქვენ კი ვიცით მაგრამ ჩვენმა მაყურებელმა არ იცის ეს მართლაც სასწაული არსებობს უხილავი სასწაულები რომელიც მერე უნდა გადაავლო თვალი და დასკვლა გააკეთო. მოკლედ ერთმა კარგმა ქალბატონმა, რომელსაც იცნობდა ნუგზარ კვაშალი, 17 წლის წინ იყო ამერიკაში ჩასული და მოკლედ ნინო ჩეხოშვილი ესეთ ქალბატონი გაგვაცნო, რომელმაც დაგვპატიჟა იმაზე როკ ოპერაზე და თუ ფიუჟენ ოპერაზე რა ცნობილია ეს ოპერის აჭრდილი. კი ბატონო ვებერის ხო და მანამდე ლანჩი იყო პატარა იქ საუბარში თქვა რომ მე ქართულ წერლებს ვეხმარებიო წიგნების გამოცემაში შეიძლება გამოგიგზავნო რამდენიმე ნაწარმოები ჩემი მეთქი და კი რა თქმა უნდა მაინტერესებს რომ მივედით სახლში ყველაფრის შემდეგ ლეპტოპით გადავუგზავნეთ ხო და მე ჩამოვედი რაღაცა დამირეკა მომეწონა გამეცინა რაღაცები ამე დამთავრდა მე დამირეკეს 2 სექტემბერს უნდა ვიყო ბათუმში ბიბლუსის მაღაზიაში არ ვიცი მარკეტი ალბათ არ ქვია წიგნებს ხო წიგნის მაღაზია დარჩა მაიქ სახელი მაღაზია ხო და მოკლედ ეს შევედი ეხლა და ვიცი რომ რაღაც გიტარა დავინახე და ვიცი რომ რაღაც შეხვედრა და უნდა დაუკრა რაღაცა იქეთ-აქეთ და ბოლო ვიკითხე რა ხდება მეთქი და აი შენი წიგნები დევსო და აი ესე აი თელეს რომ ხელა სიხარულია რა შეგრძნება იყო ეს თან რო არ იცოდით და არ იცი და ესეთი სიურპრიზა არ ვიცოდი ხო და აი რა ემოცია როცა არ ელოდები სიხარული ხო ალბათ ეს არის უხილავი სასწაული უხილავი სასწაული მოხდა ეხა იქ რო არ ჩავსულიყავი იქ რო მეთქვა რომ არ მინდა მე მაგ ოპერაზეც ბევრი დამთხევა ბევრი არა იყო მოსალოდნელი ხშირია თქვენ ცხოვრებაში სასწაულები ბატონო ნუგზარ თვითონ ეს რომ ხატვარი ვარ და კომპოზიტორად ვიცნობ უკვე სასწაულია მე ბატონო ნუგზარის იუმორი მიყვარს ხო ბატონო ნუგზარ მუსიკა ხატვა წერა რომელ ადგილას არის თუ აქ რაღაც პერიოდი როდესაც
მუსიკა უფრო წინა პლანზეა. გააჩნია ახლა მე არ მიყვარს ისა მაღალფარდოვანი საუბრები მუზის შესახებ და ამიტომ ვკითხეთ მუზას. ხშირად მომსვლი აზრი რაღაცა წრეში. თუ მაგალითად ნახატის აზრი მომივიდა რა კარგი იქნებოდა ეს კომპოზიცია, მაშინ იმას გავაკეთე. თუ რაღაცა ლექსი მომივიდა ან რომანის თემა, მაგალითად ესეთი რომანი მაქვს მე არმაგედონის მათრახი. და ვიყავით მარკო პოლო რო იყო. დიახ, რუსთაველს. ცოტა სვამდით ჟურნალისტთან მქონდა შეხვედრა ჩემ მეგობარს. ხო და ცოტა სწრუპავდით ბევრად და უკან იყო აკვარიუმი, აი ზუსტად ჩემს უკან. ხო და ესეთი რაღაცა ვთქვი რომ მოდი ეს რასაც ვლაპარაკობთ ამ ოქროს თემს აესრულებინოს მეთქი და უცებ დამარტყა რომ ეს არის მაგარი თემა. და დავწერე რომანი, სადაც ჩემი ორი ახალგაზრდა მუსიკოსი ერთ-ერთი გოგონა ასწავლის, უბრალოდ მოხუცი კაცი ასწავლის, რომ იქ რომ მიხვალთ იმ რესტორანში. ეს თევზი ყველაფერს აგისრულებთ, რასაც იტყვით. ხო და იქ სიტყვის რომ კარგად უნდა ილაპარაკო. მე შემდეგ რომანში გავაგზელე, მოამინე. ამინს გვეუბნებია, როცა რაღაცას ცუდს ვამბობთ ან კარგს ვამბობ და ყოველთვის ვეცადოთ, რომ მოამინემ ცუდზე არ გვითხრას ამინ. ხო და ესეთი განწყობები მაინტერესებს. და ეს რომანში შევიტანე ეს თემა, ოქროს თევზის თემა და მე აჭარის ტელევიზიაში გადავიღეთ კიდევაც. რეჟისორი კიკვაძე გახდათ. ავტორი იმის სცენარის და მუსიკის მე ვიყავი. და კარგ მომსახურებმა ითამაშეს. 24 სერია იქნა გადაღებული. მაგრამ იქ ცოტა სხვა იმით წავედით ახლა. რომანს ვერ გაიმეორებ იქ ჩემ რომანში ლონდონში ჩასვლაზე ოცნებობს ეს და რაც თავარია ეს ოქროს თევზი მენეჯერმა გოგონა მოიგონა რომ ხალხს ევლო ესე მარკეტინგული 100 კაციდან ერთ-ერთს მართლა უსრულდება ის და ის მერე ყვება და რეკლამაა რა. ეხლა როგორი იდეა არის ვიღაცებისთვის წარმოგიდგენთ. რატომ არმაგედონის მათრახი? ნუ ალბათ რომ წავიკითხავ რომანს, უკაცრავად რომ წაკითხული არა, მაგრამ მიშად საგარი რატო არ წამავიღე და მე არ მეგონა რომ ესეთ რაღაცებს შევეხებოდი. მიშად საგაროთან მქონდა პატარა კონსულტაცია რაღაც თემებზე. დიდ თემებზე ის კი არა პარასკევს ჭამო თუ არა. ხო. საერთოდ გლობალური რო შევდიოდით ახალ 1000 წელში. და მან მითხრა რომ 12 წელი არმაგედონი კიდევ კუც მოიქნევს. და იყო მაშინ არეულობები, მეტროების აფეთქება. 21 საუკუნის დასაწყის გულისხმობს ესე იგი თქვენ. ჯერათ ესე იგი ასტროლოგიის თქვენ. ჯერა რაც ქვია მოქმედებს ადამიანებს. და რამდენად იცით? არა, მე არ ვიცი. და რამდენად ყველაფერი ახლა ერთმა ადამიანმა არ შეიძლება რომ იცოდეს. თანწერალი ძდილობის გულისთვის უნდა თქვა არ ვიცი. ბატონ მიხეილთან თუ გადიხართ და უშოთ იგივე სანამ ოპერაციას გაიკეთებდით რომ რა პერიოდი უნდა შევარჩიო. მოვლენად მოხდა. მიხეილი ვეღარაფერს მიშველი და გმერს თხოვე. მოდი წავიდეთ ახალგაზრდობაში რა. მიხეილზე მაგარი მოგონება. აბა. რო გვაქვს? კი როგორ არა? გვაქვს. ხო და ახლა მიხეილმა გამეკეთა პირადი ჰოროსკოპი. ჩემგან დაიწყო მეორე არღზე. ხო და ეს რაღაცას გეკითხება, მე პასუხობ და მე დადასტურება. ცნობილი გადაცემა იყო საერთოდ. პირადი ჰოროსკოპი და ამ პირადი ჰოროსკოპის შედგენის დროს არ მახსოვს 96 თუ 15 წელი იყო. მითხრა რომ 1 ივლისს 2000 წელს თუ 98 წელს საზღვარგარეთ თუ იქნები მოკვდებიო. ხო და 1 ივლისს. ხო და რა დამავიწყებს ახლა 4 წელი მახსოვს ეს 1 ივლისი. გამიგე? თუ ტრასაზე იქნები საჭესთან ავარიაში მოხვდები. თუ რესტორანში იქნები დაგჭრიან ესეთ პერსპექტივა დამისახ. ესე შავი დღეა იქ 1 ივლისი, გამიგე ჩემთვის და მახსოვს ეს 4 წელი. ახლა მომივიდა ვიზა, მეგობარი მუშაობდა იმაში რა ქვია, საელჩოში, ამერიკაში და მომივიდა ზუსტად 2 კვირიანი ვიზა არა მოწვევა, მაშინ ვიზა არ იყო საჭირო. თუ ის მოგიწევდა. ხო და ეს 1 ივლისი არის შუაში.
ესე იგი ცოლს ვერ მეუნები ახლა თქო გიჟი ხარო მეტყვის ესე იგი 1 ივლისი და მერე გამოსვენება ხო იყო საჭირო ზუსტად ჯდებოდი იმ ორ კვირაში ხოდა რა თქმა უნდა უარი ვთქვი ახლა უარი და ფულიც არ იყო მაგრამ არ მოვძებნე ფული და ეხლა რა თქმა უნდა არსად არ წავი და გათენდა 1 ივლისი და წვერიც არ გავიპარსე ჭაღი გვეკიდა და გამოვწია აქეთ არ ჩამოვარდეს რამე ნუ მოვითავე ტუალეტი და მორჩა აღარ ვდგები და მირეკავს ტელეფონზე ცხონებული ლელა სიხარულიძე დაბადების დღე მაქვს მოდი ბერიკონში აი ბერიკონში მოხდება ის დაჭრა თუ სადმე ვიქნები წვეულებას ხო მითხრეს არა ვერ მოვალ ხო მიზეს ვერ ვეუნები რატო ვერ მოვალ თორე ვაფრე ხო ეგ რო უთხრა ხლა რაღაცა მიშამ მითხრა 5 წლის წინ და რატო უნდა გახსოვდეს მაგრამ საბეჭდილებიანი კაცია და ეხლა მოკლედ უარი უთხარი მე რა ბოლქვაძე ვყავს ზვაკაცი 600-ში სოტკით მომაკითხა წამოდი რესტორანში მიდე აჰა ვეუნები არა მე მოკლედ სამ შეთავაზებაზე ვარ ვთქვი და დავჯექე ახლა და პირველ არხს უყურებ მაშინ ორი არხი იყოს და ნუ რუსეთის იყო კიდე მოკლედ უყურებ ახლა პირველ არხს მეორეზე გამოდიოდა მიშა მარტო მეორეზე და ვუცებ ქალბატონი დონარა კინწურაშვილი ამბობს ახლა კი ნახეთ გადაცემა ცნობილ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს და ამ პირველ არხზე არ გადმოვიდა კაცო და უყურე ახლა მასზე მშვენიერი გადაცემა იყო კარგად ღერის სხვათა შორის კი ძალიან კი და ამ სიმღერით დამთავრდა ავიღე და დაურეკე ამის საყურებლად დამტოვე მე რესტორანში არც მახსოვს აი თურმე ჯერაზე გითხარი ბრავო აი მე რა აი ეს რომ მეყურებინა ეს გადაცემა ესე ანგელოზება დამცინეს რა იჯექე ხა უყურე მაგას ვა ცოლი ახსენე თქვენ წეღანდა ყავს ვიცი ცოლზე კიდე კაი რამე გეამბო პირველი ცოლი მყავდა და მე დავშორდი ქორწილი ხო იყო კი ბატონო ჩემი მეგობარი ზურა მანაგაძე დირიფები და ამბები ჩემთან ერთად რა თქმა უნდა გავიდა 3 წელი და მოვიყვანე მეორე ცოლი რომელიც ახლა მყავს ანი მოგკითხვა ანი ჩვენც კითხულობთ გაბატონო მოგკითხვა ახლა ქორწილი ხო არის და ესეც არის მანაგაძე რა თუნდა ლაპარაკი ყველგან ერთად ვართ ეხლა ვიღაცის ქორწილში ვართ 2 წლის მერე და შემომხედა და რამდენი ხანია შენ ქორწილში არ ყოფილი და ეხლა მაინტერესებს თქვენი მეუღლე აი წეღან თაყვანისმცემელი ვახსენეთ რომელმაც წიგნი თქვენი რომანი გამოსცა თაყვანისმცემლებზე ისედაც ბევრი ყავთ თქვენი შემოქმედების გამო არ ეჭვიანობს არა არა მგონი არც ეჭვიანობდა ახალგაზრდობაში ახალგაზრდობაში ერთხელ მეითხრა რომ მირეკავდნენო და მე უთხარი რომ არ მაინტერესებსო და იმათაც ეს გასართობი ვეღარ ნახეს ასე მეითხრა ძალიან მიყვარხარ არის სიმღერები რომელსაც საერთოდ ძნელია ოჯახი ხო ეცე იქ წახვალ აქ წამოხვალ ვიღაცა ურეკავს რაცა შენ გეუბნება რა ხდება ქვეყანაზე რა ვიცი მაგრამ უნდა იყო მტკიცეთ. და როცა პოპულარული ბრძანდები თავისთავად მაშინ კეთილმესურნეები ბევრია მით უმეტეს ჩვენთან. შეხვედრები ბევრი იყო. ხო. ცდუნებებიც ალბათ ბევრი იყო. თავისთავად. ალბათ. არ მინდა ხარ. ალბათ. მუსიკა ისე რომ როდის შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში? რამდენი წლის იყავით? რა ვიყავი. საერთოდ მიყვარდა სიმღერები რადიოდან. ბათუმში მოგეხსენება ტელევიზია ყველაზე გვიან შემოვიდა. თქვენ რადიოთი რომ მე ვიცი თქვენი ერთ-ერთი ინტერვიუდან რომ რადიოს აქტიურად უსმენთ. რადიო მსმენელი ვიყავი. სანამ მოვიდა ესა ტელევიზია და ნუ თბილისში ხშირად ჩამოვდიოდი, ბიძა ჩემი ცხოვრობდა აქ. ბებია ჩემი გამზრდელის შვილი. და ხშირად ვიყავი ყველა არ დადეგებზე. ჩემთვის არ იყო ბაკურიანი, არ იყო შოუი და რაღაცები, მე ვიყავი თბილისი მიყვარდა და დასვენება ბათუმელების ეკ. დავდიოდი ჯორჯ მარიანოვიჩის კონცერტებზე და რადვინლა და
ტელევიზორის გულისთვის ჩავხდიოთ. გადაფარებული რო იყო ეს. ვიზაჩეს ხდა აკორდი. რო არ დაიმტვრეს. ახალ მოსახლეობაზე აჩუქეს და ესე იგი ეს გადაფარებული ქონა საიათნოვა ეხატა ზემოდან და ის ეკრანს აფუჭებდა შუქი, ასე ამბობდნენ. ხმართლეს 6 საათს უსტიდი მთელი დღე. რო ჩართული იყო. ბავშვები დადიოდნენ ცირკში, დადიოდნენ თეატრში. მე უსტიდი როდის ვარ და უფრო ძველი მახსოვს. ფალიაშვილზე ცხოვრობდა მანამდე ბიძაჩები, ბარემ ვიტყვი, ვილჰელმ კოპალეიშვილი, საოცარი კაცი იყო. კარგ წიგნებს წერდა მათემატიკის და რაღაცა, ბევრი რამე მომცა მან. ხო და ეზო იყო, შუა ეზო და ერთ კაცს ჰქონდა ტელევიზორი. ხო და გამოიტანდა ამ ტელევიზორს, მადლიანი იყო და დავჯდებოდი. გადაცემები იყო სამშაბათს და ხუთშაბათს. ნუ შაბათ კვირაზე, ორ შაბათს ჩართული იყო, მაგრამ მარტო ესე ფარდა და შიშინებდა. მაინც უყურებდი თო რაღაცა შიშინებს. ნუ ფემბურთის რეპორტაჟები და ბათუმში ჩემ მეზობელს მე ბებიასთან ვიზრდებოდი, მაგრამ დედა ჩემთან ხშირად ვიყავი და ქონდა ანტენა გაკეთებული სახურავს. ეს მაგარი ის არის სცენარი. იქ უფრო დაიჭერს. და საჭე ქონდა პირველ სართულზე ცხოვრობდა. ატრიანებდა. და ის ქონდა ტროსი, გამბული, კავშირი და ბურთი მიიღო მესხმა. მოატყულა ერთი, მეორე გაიბლანდა ნისლში, აღარ ჩანს მესხი. მოატრიანე ბიჭო და წავიდა. აუ გოლია უკვე. გამოგვჭა. გადახვევა არ იყო გადახვევა. მე როგორც წეღან ვახსენე ბატონო ნუგზარის იუმორი არის საქვეყნო ცნობილი, ვისაც ახლა ურთიერთობა. ნამდვილ ამბებს ხვები ახლა. კი, მაგრამ თქვენ მაინც ხანერი მოყოლის უნარი გაქვთ საინტერესო და ძალიან მიყვარხართ. თქვენთან ყოფნა არის დღესასწაული. ჩვენ გაგვიხარდებოდა კიდევ რომ დიდხანს, მაგრამ ხშირად გვესტუმრეთ. უბრალოდ ჩვენი დრო სამწუხაროდ პირველი ბლოკი გამოიწურა. მაგრამ გელოდებით ხშირად. დიდი მადლობა. და მანამდე მე ძალიან მიყვარხარ. მანამდე ბატონო ნუგზარმა კიდევ დაგვატყოს თავისი სიმღერით. ბატონო ნუგზარ. ამ სიმღერას ეწოდება მზრუნველი ბებო. აჰა. კაკო ვაშალომიძემ, ჩვენმა მეგობარმა და ვირტუოზმა გიტარისტმა მითხრა, კაცო, სირცხვილიაო, 60 წლის ხალხიო, მიყვარხარ, გიყვარხარს ხო? ღერის. ხო და ვიფიქრე, კაცო, აწი მე სირცხვილია ზონაში ვარ და დავწერე მოგონება. რომ ვიღაცა ახლა ბებოა. ხო. და როგორი კარგი იყო. აჰა. ეხლა რო არ ვუთხრა. ბატონო ნუგზარი ერგემლიძე იყო ჩვენი სტუმარი მეგობრებო, თავისთავად მიმღერებს. შემდეგ რეკლამაზე გავიქცევით და ძალიან მალე მოვალთ, რა თქმა უნდა და აი მიკროფონიც აქ არის. დიდი მადლობა ბატონო ნუგზარ. უღრმესი მადლობა. საინტერესო სტუმრობისთვის და არაჩვეულებრივი განწყობისთვის უღრმესი მადლობა თქვენ. ბატონო ნუგზარ ერგემლიძე. ნამდვილ ამბავს წვეულებაზე დიდი ხნის წინათ მე გავეცა ისეთი გოგო რომ მასზე ფიქრმა არ დამაწინა იტყვიან როგორც ამბობენ დანახვით ერთით ის შემიყვარდა და სწორედ ისე როგორც ღაბარში ზუსტად 12-ზე გაუჩინარდა არ ვიცი ახლა სად არის არ ვიცი თუ საგვეძებო მაგრამ რაღა დროს მითხარით იქნება ახლა ზრუნველი ბებო მიწაზე თითქოს არცა ბიჯებდა გადაჭრით გეტყვით მე კი არა და თვითალენდელოს გაგიჟებდა მოგონება ჩვენი ცხოვრება გამონათება თბილი წარსულის და ის კი რაცა გაგვახსენდება პროდუქტი გახლავთ ლადაგასული არ ვიცი ახლა სად არის
ვიცი თუ სამბეძებო მაგრამ რაღაცას მითხარი Sadani, I will be too sad.